ეს არის კურიერი 9 საათზე. კვარტეტში გაერთიანებული 4 სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსი, ქართველმა, ებრაელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა მეგობრებმა საზღვარგარეთ უკვე მიაღწიეს დიდ წარმატებას. ახლა კი კონცერტს საქართველოშიც გამართავენ. მგზავრობის შემდეგ დღე ქალაქის გაცნობით იწყება. ბერკლის წარჩინებული სტუდენტები თბილისის სტუმრები პირველად არიან. უცხო ქვეყანაში გამორჩეული მუსიკოსები პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლიდან ქართველი კოლეგის გიორგი მიქაძის ნოვატორული იდეის დახმარებით აღმოჩნდნენ. მათ ვიცნობ, რაც ჩავაბარე ბერკლიში, ამის შემდეგ ძალიან დავმეგობრდით და დიდი ხანია უკრავთ ერთად და ძალიან ესეთი კარგად შემდგარი ჯგუფი გამოვიდა. ბოლო 3 წელია საქართველოში არ მქონია კონცერტი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს გამოცდილება, რაც ამდენ ხნის მანძილზე დავაგროვე, ჩამოსულიყავი საქართველოში და ჩემი საკუთარი კომპოზიციები და სხვადასხვა გვარის ჩემი გამოცდილება, ესე რომ ვთქვათ, წარმომეჩინა ქართული მსმენელის წინაშე. ქართველი აუდიტორიის წინაშე გიორგი მიქაძე ბერკლის ახალგაზრდა ვირტუოზებთან ერთად პირველად წარსდგება, თუმცა მათი შემოქმედებითი თანამშრომლობა უკვე ითვლის რამდენიმე კონცერტს ამერიკაში, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს ვაშინგტონში, რომელიც იტალიელი, ამერიკელი და ებრაელი მუსიკოსებისთვის ჯაზური საღამოს დაგეგმვის სტიმულად იქცა. Კონდა პატივი დამეკრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ვაშინგტონში. ეს იყო არაჩვეულებრივი, გამორჩეული დღე. გიორგის იდეას, რომ თბილისში ჩამოსულიყავით, მაშინვე დავთანხმდით. გიორგი არაჩვეულებრივი მუსიკოსია და საინტერესო მუსიკას ხმის. საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. ერთად გამოსვლის და ძალიან მოხარული ვარ, რომ გიორგის სამშობლოში ჩამოვედით. მისი მუსიკა ნამდვილად გამორჩეულია და მისი მელოდიები ქართული ფოლკლორიდან, რის იმპროვიზაციასაც თავად არაჩვეულებრივად ახდენს, ნამდვილად ძალიან კარგია. ბერკლის საუკეთესო სტუდენტების პირველი კონცერტის ფარგლებში ჯაზ კვარტეტი თანამედროვე მუსიკას და კომპოზიციებს გიორგი მიქაძის შემოქმედებიდან შეასრულებს. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჯაზ შემსრულებელი კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ვარიაციებთან ერთად ბერკლის უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის განახლებულ ჟღერადობაზე მუშაობს. ჩემი მთავარი მიზანია, რაზეც მუშაობ, რომ ეს ქართული მუსიკის ეს ელემენტები კარგად შევისწავლო, ქართული გაალობა, ქართული ფოლკლორი, რომ ეს ჰარმონია, რაც ჩემში არის, უფრო გავაღრმავო და ეს სხვადასხვა სტილები ავიღოთ და ეს ერთგვარად სინთეზი გავაკეთოთ. არაერთი კონკურსის გამარჯვებული და სტიპენდიანტი გიორგი მიქაძე უკვე წლებია მოღვაწეობს საქართველოს საზღვრებს მიღმა. მუსიკალურ პროექტს კი ახალგაზრდა მუსიკოსი ნიჭიერთა აცრედის 80 წლის საიუბილეო თარიღს უძღვნის. მე ძალიან მიხარია, რომ ეს კონცერტი ტარდება ჩვენი კულტურის სამინისტროს ხარდაჭერით და ამ კონცერტს ესეთი ფუნქცია აქვს, რომ ის სკოლა, რომელიც მე და ჩემთან დავამთავრეთ, ჩვენი ნიჭიერთა აწლედი, ამ აწლედის 80 წლის თავს ეძღვნება ეს კონცერტი. მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენ დავასრულეთ საუკეთესო მუსიკალური სასწავლებელი და შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროთ. მასტერკლასი, რომელსაც ჩვენ გაუძღვებით, სწორედ ცოდნის გაზიარებას დაეთმობა. ბერკლის სტუდენტების პირველი ვიზიტი თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2 დეკემბერს საიუბილეო კონცერტით დასრულდება.